მოგესალმებით ჰოროსკოპი ჯისმენელს მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი დღეს წარმოგიდგენთ უახლოესი ერთი კვირის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს საუბარია 2-8 ივნისის შუალედში მდინარე ასტროლოგიურ პროგნოზს როგორ იქნება ეს კვირა ზოდიაქოს ნიშანთათვის პირობში მოითამაშოთ რომ დედავიცა თანდათან ისევ უბრუნდება უარყოფით ენერგო ველს თუმცა ეს უფრო მეტად თვალშისაცემი გახდება შემდეგი კვირიდან მაგრამ ამ კვირაშიც უკვე განსაკუთრებით მის მეორე ნახევარში რაღაც ელემენტები ნეგატიური თვალშისაცემი გახდება ნეგატიური ენერგო ველი მოგესალმება ცოტა მეტად ქმნის სირთულეებს იდეების რეალიზაციის კუთხით პარტნიორული ურთიერთობების ურთიერთგაგების კუთხით ჯანმრთელობასაც ცოტა მეტ სირთულეებს უქმნის მაგრამ მთლიანობაში მაინც ეს კვირა გვაძლევს საშუალებას თუ გაქვთ რაღაცა მნიშვნელოვანი საკითხი მოლაპარაკება ეს აი ამ კუთხით შეიძლება ეს კვირა კიდე გამოვიყენოთ რომ შემდეგი კვირა იქნება უფრო რთული ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გვაქვს ჩვენ ამ კვირის განმავლობაში 6 რიცხვი ანუ პარასკევს ვალეტა ვენერა გადაინაცვლებს თვის ბოლომდე ფაქტობრივად ყუროს ზოდიაქოს ნიშანში. ეს ის ადგილია, სადაც პლანეტა ვენერას სიყვარულის მმართველ და ფულის მმართველ პლანეტას ძალიან უარს ყოფნა. ამიტომ ფინანსური კუთხით, ფინანსური გაუმჯობესების მდგომარეობის კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია ივნისი და ამავდროულად, თუმცა შეიძლება ფინანსური ხარჯიც იყოს საკმაოდ დიდი თუ თქვენ უყარათო პულის ხარჯველი ხართ. ეს ტენდენციაც გავითვალისწინოთ. შემოსავალიც შეიძლება იყოს დიდი და ხარჯიც. თქვენზე დამოკიდებული როგორ გადაანაწილებთ ამ შემოსულ თანხებს ეს ერთი და მეორე სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო, ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პერიოდია წლის განმავლობაში. მათ შორის ქორწინების თვალსაზრისითაც საკმაოდ ნაყოფიერი იქნება. აქ ქორწინება მეტად ერთგულ და მეტად სტაბილურ ელფერს შეიძენს შემდგომ. რაც შეეხება ახლა ამ კვირის ტენდენციებს ცალკეული ნიშნებისათვის დაიწყოთ ვერძით აქტიური პერიოდია, თუმცა ესე ვთქვათ, მშვიდს მას ვერ უწოდებთ, მაგრამ რადგან ვერძის ენერგია საკმაოდ მაღალია, ეს ნიშანი ხდება მეტად, ასე ვთქვათ, ენერგიული ინიციატივიანი, საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას, როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი, კარგად წარმოაჩენს თავის მონაცემებს და ასე შემდგომ, თანმიმდევრულად მოქმედებს, სხვათა და გადაწყვეტილებების თანმიმდევრული აქვს და უფრო მეტად, რაც მეტად თქვენ დაუგდებს სხვისი გამოცდილი ადამიანების აზრს და დავუშვათ რჩევებს გაითვალისწინებთ, ეს უფრო მეტად ხელს შეუწყობს თქვენს წინსვლას და განვითარებას. ზოგიერთ სიტუაცია აქ უკვე ხელს შეუწყობს გარკვეულწილად თქვენი მსოხველობის შესწავლასაც კი. თუმცა კარგი პერიოდია მოლაპარაკებებისთვის, შეხვედრებისთვის, კომუნიკაციისთვის, მრავალფეროვანი კონტაქტების დრო. აქ შეიძლება გაიცნოთ საინტერესო ადამიანები, ჩამოყალიბდეს პარტნიორული თანამშრომლობა, ხელს უწყობს ეს გარკვეული ახალი იდეების რეალიზაციას, სხვათა მგზავრობა მოგზაურობის კუთხითაც ძალიან კარგი პერიოდია. შესაბამისად, ეცადეთ რომ ეს კვირა აქტიურად გამლოთ, იმიტომ რომ პოზიტიური შანსები უდავოდ მას აქვს. მაგრამ არ იყოთ სულსწრაფი. ნუ ჩქარო, გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს პრინციპით 7 ჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი. მაშინ იქნებით უფრო ასე ვთქვათ წარმატებული. ყველაზე კარგია თქვენთვის 5 ივნისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 2 და 7 ივნისის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ყუროს ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, მოით ასე ვთქვათ, ენერგოტონუსი ნელ-ნელა მცირდება თქვენი. ამიტომ ცოტა მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობა, ცოტა მეტად დაასვენეთ საკუთარი თავი, ნუ გადაიღლებით და სარისკო მოქმედებებს ცოტა თავი დავანებოთ. ამ ხრივაც ეს პერიოდი არ არის კარგი, მაგრამ პირადი სურვილების აქტივაცია უშკარად მოხდება ამ პერიოდში. უფრო მეტიც, ეს პერიოდი ხელს შეუწყობს საოჯახო კავშირების გამტკიცებას და გაუმჯობესებას, მაგრამ მაინც გახსოვდით, რომ ამ პერიოდში იქნება თხან აღმავლობის პერიოდი, ხან დაღმავლობის და ამიტომ ფსიქოემოციური კუთხითაც, ისევე როგორც საქმიანი კუთხით, აი ეს ტენდენციები უფრო მეტად იჩენენ თავს კვირის განმავლობაში და ამითვისაც იყავით მზად. მაგრამ ის აღნიშნოთ, რომ პერიოდი კარგია ფინანსური კუთხით. აი ადრეული დაწყებული თქვენი საქმეები, აი წინა პერიოდში, წინა თვეში თუნდაც, ხო ახლა მოიტანენ მატერიალურ დივიდენდებს. რაც გაუმჯობესებს თქვენს მატერიალურ მდგომარეობას, აქ შესაძლებელი იქნება რაღაც ისეთ ბიზნეს პროექტში ჩართვა, რომელიც მატერიალურ კუთხითაც იქნება ასევე გამართლებული და უფრო მეტად წარმატებული. და აღნიშნოთ, რომ ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 3 და 8 ივნისის დღეები ეს რიცხვები და არ ვარგა 5 ივნისის დღე და ეს რიცხვი. დარჩენილი დღეები წარმატების კუთხით საშუალოა. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, ეს თქვენი დროა. ტყუპებო, რაც შეიძლება მეტად აქტიურობთ. ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ფსიქოემოციური სტაბილურობაც მეტად იჩენს თავს აშკარად, პროენერგიული, კომუნიკაბელური, უფრო გონებამახველი ხდება ეს ნიშანი, როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი, კარგად წარმოაჩენს საკუთარ მონაცემებს, გაქვთ სურვილი მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების, კომუნიკაციის და წარმატებულად შეიძლება მოხდეთ საყოველთაო ყურადღების ცენტრში.
მოითამაშოთ, რომ ეს კარგი პერიოდია მეგობრული კონტაქტებისათვის, საქმიანი კონტაქტებისათვის, საქმიანი მოლაპარაკებებისათვის. აქ შეიძლება შეიცვალოთ გარეგნული იმიჯი, შეიტანოთ მნიშვნელოვანი რეფორმები თქვენ სოფლობაში, ცხოვრებაში, მოქმედებაში, გაუმჯობესოთ მათ შორის პარტნიორული ურთიერთობები, ფინანსური მდგომარეობა, კარიერული კუთხითაც საინტერესო პერსპექტივები გამოჩნდება და ამიტომ ეცადეთ, რომ ეს პერიოდი საკმაოდ აქტიურად გამოვიდეთ. ყველას კარგია თქვენთვის 8 ივნისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარ 5 ივნისის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც დარჩენ რიცხვები წარმატების კუთხით საშუალო. რაც შეეხება ტყუპების შემდგომ მოდის კირჩხების ზოდიაქოს ნიშანი, აი კირჩხებს ახლა ცოტა მეტი სიფრთხილე მართებთ, იმიტომ რომ ეს არის დაბადების წინა ეგზოტებული რთული თქვენთვის პერიოდი, ერგო ტონუსი აშკარად კლებულობს, ამიტომ შეიძლება გაცივდეთ, გადაიღალოთ. აქ შეიძლება ფსიქოემოციური განწყობა იყოს არასტაბილური, ამიტომ ცოტა დისჰარმონიული პერიოდია თქვენთვის, არასტაბილურობა თქვენი ენერგოტონუსისა და არასასურველი კოსმობიოლოგიური სიტუაციები ქმნის ფსიქოემოციურ ნევროზულ მდგომარეობებს სიტუაციებს, ზოგჯერ დეპრესიულ ტენდენციებს. შეიძლება ქრონიკულმა დაავადებებმა იჩინონ ამ ხრივ თავი, რაღაც ცოტა ყურადღებით ენასკველი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით, ნოილაპარაკებთ თქვენი გეგმების, სურვილების შესახებ და ამასთან ერთად ფარო მტრებს აღძინავთ. ნელ-ნელა ესენი აქტიურდებიან თქვენ საწინააღმდეგოდ მოშურნეები, ჭორები, ინტრიგები, ამიტომ აკონტროლეთ რა ხდება თქვენ ზურს უკან. ამ პერიოდში უმჯობესია უკვე უნდა გადაერთოთ ყოველდღიურ საქმეებზე, არაფერი ახალი საარესკო მნიშვნელოვანი აქ არ დაიწყოთ. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ და ცოტა დროდადრო უზმოგეცემოთ საშუალება დაასვენოთ თქვენი ორგანიზმი. მაშინ უფრო მშვიდად გაივლით ამ პერიოდს. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 3 და 7, მოდი ასე ვთქვათ, რიცხვები ივნისისა და არ ვარ 5 ივნისის დღე და ეს რიცხვიც, რომელიც ცოტა ფრთხილად უნდა გავვლოთ. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, პერიოდში ამშვით რომ ერგოტონუსი მატულობს. ამიტომ საკმაოდ ისეთი აქტიური ენერგია გაქვთ, ლიდერული თვისებები, კარგი ორგანიზებული მონაცემები, კი ბატონო, მაგრამ სამყარო ამოთრულად გამოცდას მოუწყობს. რას? თქვენს ურთიერთობებს მაგალითად კოლეგებთან, ახლობლებთან, ასევე მეგობრებთან. აი რამდენად მყარია ეს ურთიერთობა, რამდენად ეთმობა იგი ჭეშმარიტ, ასე ვთქვათ, ურთიერთგაგებას. აი ამიტომ გარკვეული საგამოცდო პერიოდია, თუ ეს ურთიერთობა არ არის მყარია, შეიძლება ამ ურთიერთობებში გარკვეული დისბალანსი და დისონანსი შეიქმნას. დავნიშნოთ ისიც, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც ცოტა ნერვულმა დაწესებულებამ შეიძლება იჩინოს თავი ზოგიერთ თქვენთაგანის ხასიათში ცოტა აგრესიულობას მოიმატებს, რაც ითხოვს ყურადღებას, იმიტომ რომ ეს გააღიზიანებს სერვერყოფ ადამიანებს. ამასთან ერთად თქვენ შეიძლება გახდეთ აქედან გამომდინარე ინიციატორი ზოგიერთი კონფლიქტებისა და ურთიერთგაგების შემცირებისა, რამაც შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში გაწყვიტოს კიდეც ზოგიერთი კონტაქტი და ურთიერთობა. ამიტომ ამ თვალსაზრისით აკონტროლეთ ცოტა თქვენში მომატებული აგრესია და ემოცია. თუმცა რეფორმებისთვის პერიოდი უდაოდ კარგია. მაგალითად, ახალი საქმე, ახალი იდეა, პროექტის ჩამოყალიბება, რეალიზაცია, ან დაუშვათ სპონტანური იმპროვიზაცია, ორიგინალური გადაწყვეტა პრობლემებისა. რაც მეტად კარგი ურთიერთობა გექნებათ მეგობრებთან, მათი თანადგომა იქნება დროული, კარგი, ინტერნეტთან მაქსიმალური კონტაქტები, აქედან შეიძლება მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც ხელშეუწყობს ახალი იდეების ჩამოყალიბებას და ახლებურად თქვენში ჩარგო განვითარებას და წინსვლას. ყველაზე კარგია თქვენთვის 5 ივნისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარ 3 ივნისის დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება ქალწული ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, მოითხოვოთ, რომ ერგოტონუსი თქვენი ნელ-ნელა მცირდება. ამიტომ ზედმეტად ნუ გადაიღლებით საარესკო და გრანდიოზულ პროექტებსაც აქ ცოტა თავი დავანებოთ, აქ ჯობია უფრო შვიდად გაიაროთ ეს პერიოდი, თუმცა აქტიურად გაივლის აქ მაგალითად ეს პერიოდი რისთვის? აი აქტიურია იგი თანამშრომლობისთვის, კოლექტიური ძალისხმევისათვის. აი ამ ხრივ კი შეიძლება ამისთვის გამოვიყენოთ ეს პერიოდი, მაგრამ კონსტრუქციული და ნაყოფიერი მაინც არ იქნება. ეს კვირა თქვენთვის დრო-დადრო იქნება გარკვეული სართულები, გარკვეული წინაღობები, მოდი ასე ვთქვათ, ხო? თუმცა ვიმეორებ, ერთობლივი თანამშრომლობისათვის პერიოდი უდაოდ უფრო ნაყოფიერია და კარგია. რაც მეტად კარგი ურთიერთობა გექნება თქვენ მაგალითად თუნდაც კოლეგებთან, თუნდაც ხელმძღვანელ პირებთან, ეს ხელშეუწყობს მეტად თქვენს პროფესიონალურ წინსვლას და პროფესიონალურ განვითარებას. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 4 ივნისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარ 6 ივნისის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. სასტორი ზოდიაქოს რაც შეეხება ენერგოტონუსი აშკარად მოიმატებს, ამიტომ ეს ნიშანი ხდება უფრო აქტიური, ენერგიული ინიციატივები, უფრო გონებამახვილი, მაგრამ გარკვეული სირთულეები იმასთან დაკავშირებით დედამიწა უკვე ნელ-ნელა გადადის ვარყოფნიარღვევაში, თვალში საცემი იქნება. ეს საჩუქრის ხელშეუწყობს ერთ ხრივ თქვენს სულიად ტრანსფორმაციას, მაგრამ პარტნიორული ურთიერთობა შეიძლება დაიძაბოს.
რამაც შეიძლება ნეგატიური დაღი დაასვას თქვენს იდეოლოგიურ და სოფხედელობას გარკვეულწილადაც კი სხვათა შორის პერიოდი კარგია მგზავრობისა და მოგზაურობისათვის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისათვის, უცხო ენების ასათვისებლად, რაც უფრო მეტად განმსჭვალებით ოპტიმიზმით შეძლებთ უფრო ადვილად და კარგად თქვენი გონებამახვილობის, კომუნიკაბილურობის გამოვლენას, დიპლომატიის, რაც ხელს შეუწყობს მეტად თქვენს განვითარებას და წინსვლას. ყველაზე კარგია თქვენთვის 5 ივნისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 3 და 7 ივნისის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება მორიელი ზოდიაქოს ნიშნავადებლებს, ცოტა რთული პერიოდია თქვენთვის, იმიტომ რომ როგორც მოსი ჯერტი ეცემა, შედარებით ადვილად შეიძლება დაიღალოს და შრომის უნარიანობაც კლებულობს, ამიტომ დრო და დრო დაასვენეთ საკუთარი თავი, შეიძლება ცვლილებები მოხდეს უყურებელ ადამიანებში, ახალი ვალდებულებების, ახალი საქმის ან სამსახურის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ დამატებითი ცოდნის აუცილებლობა იქნება და ამასთან ერთად ეს ის პერიოდია, რომლის ველობისას მოითამაშოთ, რომ გარკვეული განახლებადი სიტუაციებით შეიძლება წარმოიქმნას უფრო მეტად. მოიხდება სწრაფი ადაპტირება იმ მოვლენებისა, რომელიც აქ იცვლება თქვენს ირგვლივ და ვითარდება, როგორც სულიერი, ასევე პროფესიონალური კუთხით. ენას გველი დააჭირეთ საიდუმლო დაიცავით, ზედმეტ ნუ ილაპარაკებ და ესე იმოქმედეთ და აკონტროლეთ ერთობლივი თუ გაქვთ რაღაც პროექტები და ერთობლივი ფინანსები იმ პროექტებში ჩადებული, აკონტროლეთ პარტნიორთა მოქმედება ამ ერთობლივი ფინანსების მიმართ, რათა ზედმეტ ფინანსურ ხარჯს არ კონდეს ადგილი. ყველაზე კარგია თქვენთვის 2 ივნისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 6 ივნისის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება უკვე მშვილდოსნებს, ენერგოტომუსი მაღალია, ჯანმრთელობა უფრო უმჯობესდება ყოველ დღე და ეს პერიოდი აქტიურ მოქმედებებს უწყობს ხელს. პარტნიორული თანამშრომლობაც კარგი იქნება, ახალი პროექტების დაწყება იქნება საკმაოდ კარგი. თუმცა მოითხოვოთ, რომ პარტნიორულ ურთიერთობებში იქნება დროდადრო რაღაც პრობლემები. იმიტომ რომ აქ მოდით რომ შეიძლება ახალი პარტნიორების გაჩნდნენ საინტერესო იდეებით, რომელიც მაგათად უფრო სასიკეთო ცვლილებებს შემოიტანენ თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ ძველი კავშირები, ძველი ვალდებულებები აქ გარკვეულწილად შეფერხებენ თქვენს საქმიან და შემოქმედებით შესაძლებლობებს და უფრო მეტად ასე ვთქვათ რეალობაში დაგაბრუნებენ. ამიტომ აი ასეთმა ძველმა და ახალ პარტნიორთა ასე ვთქვათ ურთიერთსაწინააღმდეგო ზოგჯერ მოქმედებება შეიძლება წარმოშოს კონფლიქტი, რაც საგრძნობლად შეამცირებს თქვენს ავტორიტეტს სხვათა შორის და ამასაც მე ვცდეთ ყურადღება, ამიტომ რაც მეტად შეინარჩუნებთ კარგ პარტნიორულ ხარმონიულ ურთიერთობებს იგულისხმება როგორც პირადი ურთიერთობა, ასევე ბიზნეს საქმიანი ურთიერთობა, როგორც ძველ, ასევე ახალ პარტნიორებთან, მით უფრო სტაბილურად გაევლით ამ პერიოდს და პირიქით. ყველაზე კარგია თქვენთვის 6 ივნისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 4 და 8 ივნისის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება თხისგა ზოდიაქოს ნიშნავადებლებს, მოითხოვოთ, რომ ნაკლებ კომფორტულად იგრძნობ თავს, იმიტომ რომ ერგოტომუსი კლებულობს, ჯანმრთელობა უკვე არ მდგრადია, საერთო სიტუაცია ირგვლივ ცოტა მეტად იძაბება, მოდი ასე ვთქვათ, ამიტომ საქმეებში შეიძლება და ურთიერთობებში ცოტა იყოს გაუგებრობები, რაღაც ქაოსური ვითარებები, ამიტომ სტაბილურობა მცირდება, რაც ცოტა ნეგატიურ დახს ასვავს თქვენს ასე ვთქვათ შესაძლებლობებზე. მოდი ამიშოთ, რომ კვირის პირველი ნახევარი ამიტომ უფრო მეტად გამოიქნოთ, რომ მეორე ნახევარში უფრო მეტი იქნება სირთულეები და ცოტა მეტი ყურადღება მიაქცეთ ჯანმრთელობას, ასევე ახლობლებთან, კოლეგებთან და ხელმძღვანელთან ურთიერთობას, რათა აქ არ დაირღვეს სტაბილურობა, რაც მე ნეგატიურ დახს დაასვავს თქვენს მათ შორის პროფესიონალურ განვითარებას. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 2 და 7 ივნისის დღეები რიცხვები და არ ვარგა 5 ივნისის დღე და შესაბამისად ეს რიცხვი, რომელიც ცოტა ფრთხილად უნდა განვლოთ. თუმცა ვიმეორებ გარკვეული პოზიტიური შესაძლებლობები იმისა, რომ რაღაც შეცვალოთ, რაღაც დაასრულოთ, რაღაც შეიძლება განავითაროთ კიდეც კი ამის ტენდენციები უდაოდ იქნება. მერწყული ზოდიაქოს რაც შეეხება, ეს არის თქვენი შინაგანი პოტენციალის, ნიჩის უნარის რეალიზაციის თვითგამოვლენის და თვითშემეცნების საუკეთესო პერიოდი. იგი ხელს სკობს თქვენი პოზიციების გაძლიერებას, გავლენის სფეროს განვითარებას, მათ შორის კოლეგებთან, მეგობრებთან, იგივე პარტნიორებთან მიმართებაში. ეს ის პერიოდი, რომელიც ხელს სკობს თქვენს წარმატებებს, პოპულარობის ზრდას. ეს ის პერიოდი, რომელსაც პარტნიორული თანამშრომლობა, ახალი კონტაქტები იქნება მეტად მნიშვნელოვანი საჭირო. კონკურსებში, ლოტარიებში მონაწილეობაც იქნება მეტად წარმატებული, როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი აშკარად გასდით თქვენს ავტორიტეტს და კარგად გამოავლენთ თქვენს ორგანიზატორულ მონაცემებს. ძალიან კარგი პერიოდია რომანტიკული ურთიერთობებისათვის, არსებული სასქესო კავშირების გასაუმჯობესებლად, შვილებთან ურთიერთგაგების ზრდისთვის, რაც პლანობაში საგრძნობლად გასდის თქვენს ავტორიტეტს და შესაძლებლობებს. ამიტომ ეს პერიოდი ეცეთ აქტიურად განვლოთ. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 6 ივნისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 4 ივნისის დღე
და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეიძლება თევზების ზოდიაქოს ნიშნე რაოდენობის გარკვეულმა პრობლემებმა შეიძლება ეჩინონ თავი გასუთრებით ოჯახურ პრობლემებს ეხება. ეს და ცოტა გაორთულდება ურთიერთობა ახლობლებთანაც. აი მხრივად ცოტა ვიღოთ ყურადღებით, საუპასუხებლო პრობლემებმა შეიძლება მომხდათ ეჩინონ თავი, მაგათ გააფუძდეს სანტექნიკა, ელექტროტექნიკა, რაც ფინანსურ და სხვა სახის ხარჯებს ცოტა მეტად მოითხოვს თქვენგან. აღნიშნოთ ისიც, რომ ამ პერიოდში ამავდროულად გაქვთ საშუალება, რომ ინტუიციაზე დაყრდნობით გარკვეული სწორი ნაბიჯები გადადგმოთ, კარგად გამოვლინოთ თქვენი შემოქმედებით ინჩი და უნარი თუ დაეყრდნობით მეტად ასე ვთქვათ ინტუიციას, ესეც ხელ შეუწყობს სწორი ნაბიჯების გადადგმას და სწორი არჩევანის გაკეთებას, მაგრამ მთლიანობაში რომ გარკვეულმა სირთულეებმა შეიძლება იჩინონ თავი, ეს უდავოდ მეტი ტაქტი თავდაჭერა გმართებთ ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან ნაცნობთან მართებაში. აქ სიტუაცია სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ზედმეტად არ დაიძაბოს. ყველას კარგია თქვენთვის 4 და 8 ივნისის დღეები და ეს რიცხვები და 6 ივნისის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. ამ ინფორმაციით საუკეთესო სრულებით მეგისურვებთ ბედნიერ კვირას, ამით გემშვიდობებით, ბომბოალში ხვედრამდე.